Алло. ხო მანანა, ხო. როგორ ხარ? აბა, რამდენი წელი არ მინახი ხარ? ხო, აბა. როგორ? ბავშვი ტირის? შენი? ხო, კარგი, არა, ისე დაგირეკე არაფერი, არა. კარგი. ილამშვიდობის მარიკა? ილამშვიდობის თბილისი. რას აკეთებ რა? რას ვაკეთებ და ჩემი კურსელი გოგოების ნომრებს ვეძებ და ვრეკავ. ვა, კეიფობთ გოგოები? არა, ირაკლი. უნდა გავარკვიო ვინ დარჩა კიდე გაუთხოვარი. დედაჩემმა შემჭამა დათოს ვინმე გაურიგეო. კარგი რა მარიკუნა რა. ან დედა შენ რითი ვერ დაიღალა, ან შენ რითი ვერ დაიღალე. ხო გაიგეთ რომ აზრი არა აქვს კაცო რა. ხო გავაცანი ეს მაიკო ამ დათოს. გავაცანი რა, არ დაშორდა? ვერ შევეწყვეთო და. მოიცა ერთი რა, ვერ შეეწყო არა ეს. აქ სხვა რაღაცაშია საქმე, თორე მე რა შევეწყე დათოს, რატო არ მიდის, რატო არ მშორდე? როგორ ვერ უნდა ვიპოვო რა. ამდენი გოგო დადის გაუთხოვარი. თან ჟურნალში წავიკითხე, ერთ კაცზე 5 ქალი მოდის. მარიკუნა, მე არ ვიცი ჟურნალში რა წერია. დათოს შემთხვევაში სტატისტიკა სხვანაირად არის. ერთი დათოსგან 5 ქალი მიდის. არ გინდა რომ დამეხმარო, ხო? არა უშავს, ძალიან კარგი, მე თვითონ მოვაგვარებ ყველაფერს. შენიერია. მოკლედ ეს დათო არის დევივით რა, თუ გველეშაპივით. ესე იგი, თვეში ერთი გოგო თუ არ მიგვარე მოდის და გაწიოკებს რა. ირაკლი. ბიჭმა ასეთი სტრესი გადაიტანა. აი იმის მაგივრად რომ მე და შენ მხარში ამოუდგეთ და დავეხმაროთ, შენ დაცინი. არა, სამსახური მაინც უშოვე. უშოვე მე უკვე სამსახური, უშოვე. აბა რა? არაჩვეულებრივი სამსახური, ჩემი კლასელი როა. არ გახსოვს შენ აზრი არა აქვს სახელი და გვარის დასახელებას, იმას აქვს ხილბოსტანის მაღაზია. ხო და იქ ჭირდებათ ღამის დარაჯი. კარგი, ირაკლი, არ მოეწონება. რას მელაპარაკები, არ მოეწონება, მე მომწონს სამაგიეროდ, მეღურებოდ. დაჯეგი. წარმოიდგინე, ღამის დარაჯი რატო ქვია? რატო ქვია ღამის დარაჯი? იმიტომ რომ ღამე მუშაობს, ხო? შეხედე ესე იგი, ღამე მიდის სამსახურში, არ გვაწუხებს. აქ რომ დაბოდიელობს ხოლმე ღამე აქეთ-იქით და რომ გვაწუხებს, აღარ გვაწუხებს. დღე მოდის დაღლილი, დათანგული. ხო? შედის თავის ოთახში, იძინებს შესაბამისად, დღეს არ გვაწუხებს. ცუდია? ირაკლი, მომისმინე, შენ შეიძლება ამას ვერ ატყობ, მაგრამ დათო არის დეპრესიაში. და მე ამაზე ძალიან ნერვიულობ. ვაიმე. აბა რა? ვაიმე, მარიკა, როგორ იცი ეს დრამატიზირება ყველაფრის და რაღაც ეს ფერებში, შავფერებში შეგება. დეპრესიაში არა იმაში, საიდან მოიტანე? საიდან მოვიტანე? გვიანობამდე ძინავს. არსად გასვლა არ უნდა. მთელი დღე ჩაკეტილია თავს ოთახში და არაფერს აკეთებს. არ არის ეს დეპრესია? მითხარი არ არის? ჩაკეტილია, არაფერს არ აკეთებს მთელი დღე. ძინავს შენი ლოგიკით. თუ ვიმჯელებ დათოს მთელი ცხოვრება დეპრესია. ძალიან სასაცილოა, აი ძალიან. რა მე მომეწონა. აი თუ არ გჯერა, გამოვა და დააკვირდი შენ თვითონ. აი მოიცადე. დათო. ოლალე. ოე, ჯიპსი. როგორ ხარ? კარგად? ძალიან კარგად. დათო, სახლი შენ არ გაქვს, კარი არ გაქვს, ცოლი არ გყავს და სამსახური არ გაქვს და კარგად ხარ არა? კარგად. ჩემო მამიდაშვილო და მისო ქმარო. აი ჩემოთუნიდან ახლა შეიძლება მე არ მქონდეს ეს ყველაფერი, მაგრამ სამაგიეროდ მაქვს თავი.
რომელშიც არაფერი არ დევს. ბადრო? არ დევს არაფერი, არ დევს. არ დევს? არ დევს სამწუხაროდ არ დევს. აბა თქვენ თავში თუ დევს რამე, მიპასუხეთ ამ კითხვაზე. კითხე რაც გინდა. რომელ წელს დაიბადა ივანე ჯავახიშვილი? ვინ გასო ჩვენი ივანე ჯავახიშვილი? ჩვენი ჩვენი ეს დიდი ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტის დაარსება და ივანე ჯავახიშვილი ესე იგი რომელ წელს და თვითონ ივანე რომელ წელს ნუ გაკავს დრო მიპასუხე მაგთამში თუ გაგრაბე. ანუ კონკრეტულად წელი გაინტერესებს? კი ბატონო. აბა ივანე ჯავახიშვილი. წელი 1879-ში. 1876-ში. ნე? რო არაფერს არ კითხულობ. გაუნათლებელი რო ხარ და ბნელი, იმიტომ არის ეს. უნდა იკითხო, ირაკლი. აი შენ წარმოდგენაც არა გაქვს, რამდენი რაღაცის ამოკითხვა და წაკითხვა შეიძლება 5 ლარიდან. აი კარგია. კარგია კითხვა რო გიყვართ ბატონო დავით, ძალიან კარგია. შებძანდით თქვენ ახლა თქვენ ოთახში, დაისვენეთ. მე საღამოს 10 ლარიანს მოგაწვდით, თურმე კარგი ენით არის დაწერილი და კარგად იკითხება. აი ხედავ რა დღეშია. ფულს კითხულობს, ფულს. მარიკუნა ჩემთან ერთად რო სწავლობდა სამედიცინო ინსტიტუტში. მაკა კორკელია. კორკელია მაკა თენგიზის გოგო გახსოვს? გახსოვს მართლა თუ ტყილა მიქნებ თავს? ხო მახსოვს. გახსოვს მაკა კორკელია თენგიზის გოგო. ხო და აი უნდა გავაცნო დათოს ეგ გოგო რა. რაც გასათხოვარია? არა ფსიქიატრია. ცხი მომეცი რა ვახუნას გოგლი მოგლი უნდა გავუკეთო. ქეთუ. თამარ. კარგი რა. არიცი შენ. დირექტორი კაცი. გოგლი მოგს უნდა ჭამდეს. მაღალი თანამდებობის ადამიანები ჭამენ დილით ყიყლიყოს. შენ გამარჯობა დაო. დილამშვიდობის. შენ დილიდან უკვე ესე დადეკ და სახლს ალაგებ, ხო? არა, თამრი, არა, გუში ჩემს საძინებელში დამრჩა ცოცხლი. ხო და მიშიკოს აუღიესი თამაშობ და წავართვი. ნეტევა, რატო წაართვი მითხარი? რატო წაართვი ცოცხლი მიშიკოს რა? ვერ ხედავ აგერ, ვახომ ცოცხლი დაიწყო და ამხელა დირექტორი კაცი გახდა. თამარ, მოგეწონა ხო? იცი კიდე რამდენი ესეთი ხუმრობა მაქვს მომზადებული? აი, სხარტულები რა, სხარტულა. მაგრამ აი, სამწუხაროდ მეჩქარება სამსახურში უნდა წავიდე არ ძალიან. ლაშიკო, ხო და სამსახურში უნდა წახვიდე? მე უკვე გაგიმზადი, აი ესე პარკში დებს კარაქიანი პური. ხო და შესვენებაზე შეჭამე და ვახოსაც აჭამე. ვახუნა სამსახურში არ მიდის დღეს. უი, ვახუნა დღეს სამსახურში არ მიდის. ვაიმე, აი ესე კარაქიან პურს რო გიმზადები, ლაშიკო, შემთხვევით გადამხვა ორი ნაჭერი ქათმის ხორცი, ნამცხვარი ხილი და ბოსტნეული. შეჭამე. თამარ ეგ არის 2 წუთი გავალო შეაგელოდები გზივა ვაიმე ვახუნა რა ვიცი მე აი ეს ხარტულებიო რაღაცეებიო და გამართო რა ქეთინო მომეცი რა სამიცალი კვერცხი ვახუნას უნდა გავუკეთო ყიყლიყო შენ მანამდე შედის ჩვენთან დაჯიქ სასადილო ოთახში გაიკეთე წინსაფარ და მოვალმეთ ვახ მოიცეთ მოიცა მართლა არ მოდიხარ დღეს სამსახურში? არა ლაშა, არა რაღაცა სუსტათა ვარ რა და სახში მირჩევნია ვიყო. ნეტა მეც ხო არა ვარ სუსტად რა. სუსტად კი არა, შენ ძალიან არასერიოზულად ეკიდები სამსახურს ლაშა. არ უნდა მაგას და ისინი. ძალიან არასერიოზულად. რა არის ეს გუში რომ მითხარი, ჩემი მეგობარი უნდა მოვიდესო ახლო ნაცნობი და კვილის ამოსაღებად და შემოვიხედე შენ კაბინეტში და იჯექით არ ახსვავდით. შემოიხედე? რა ვქნათ გენაცვალე? აბა კლინიკა არ გვაწვის ანესთეზიურ საშუალებებს, არ გვაწვის და იძულებული ვართ ამითი გავაყუჩოთ. ანუ კლინიკის ბრალია, ესე იგი, უფრო ერთ-ერთი დირექტორის რა. ლაშა,
ძალიან გთხოვ ხლა არ გეწყინოს. აი, შენ უშნა რომ მოგეცი. მაგრამ რა ვქნა? დირექტორი კაცი ვარ და სხვანაირად არ გამოდის. ახო შენ კიდე აქ ხო გითხარი შედი და მელოდე და შენ მოვიდამკვერცხს მეთქი მიდი. ვახო არ გეწყინოს ახლა შენიშნებს რო გადლევს მაინ დირექტორი ქალია. შენ მომისმინე დირექტორის ცოლზე ძალიან ფრთხილად ილაპარაკე. მოკლედ რა აკეთება ყოველი მხრიდან მიტევ. ყოველი მხრიდან. წავედინე. შენ არ დაგავიწყდეს ის სამსახურში მოიქცი სერიოზულად. სერიოზულად. და ის ღიმილი. აბა? აი. აიმე, იცი როგორი ხლება ვახუნა სამსახურში. აი, ძალიან ძნელია დირექტორობა. დამა. წავალ რამე დავჯდები რა, გავიკეთებ იმას და იქნებ. ხო, მიდი, მომეცი, შენ კიდე სამი ცალი კვერცხი რა არის გეხვეწო. რა გახდა ეს სამი ცალი კვერცხი ასეთი? გაუმარჯოს მოცარტ. მომარჯოს. აჰა. რას აკეთებ? რას ვაკეთებ და? რა ახალ შედევრს ქმნი? არა, ირაკლი, ამჯერად სხვა რაღაცას ვწერ ახლა. წერ? ხო, წერ. პიესა? არა. საგა? არა. ესე? არა. პოემა? არა. აბა, ნოველა? სიას ვაკეთებ, ირაკლი, სიას. შენი თხზულებების სიას გადაწყვიტე მაინც ხო კატალოგი გაგეკეთებინა შენი ნაწარმოებების. ირაკლი, მომისმინე, ეხლა მე მალე ხო გამოვუშვებ ჩემ ალბომს. გამოდის უკვე შენი ალბომი? კი, ხო და ხო გავხდები პოპულარული ადამიანი ხო გავხდები. თუ გამოდის შენი ალბომი ხო? მე ხალხი ხო გამიცნობს ირაკლი. რა თქმა უნდა. ხო და სიას ვაკეთებ პოპულარული რო ვიქნები რა არ უნდა ამივარდეს თავში ირაკლი. კარგია, მე პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს თავმდაბალი ხალხი. ყოჩახ, პეტო, შენ ეს მითხარი, ადგილები შეარჩიე უკვე ესეთ პრესტიჟულ და ხალხ მრავალ ადგილას ადგილები აი ბევრი ადგილი, რატო და ვარსკვლავებს რო გაგიხსნიან, ჰა? ვარსკვლავებს რატო გამიხსნიან, კაცო, ერთს არ ხსნიან ხოლმე, ვარსკვლავებს რატო გამიხსნიან? შენ შემთხვევაში სხვადასხვა იქნება, პეტო, პაცო, პიცო, პუცო, პეტო, პიტო. აი, ჩავიწერ, მაგასაც ჩავიწერ. ვარსკვლავის გახსნა, უნდა აგივარდეს თავში პიცო, პაცო, პუცო. ხო. რაღაცა აცივდა არა თითქოს, ჰა? აცივდა? ხო. ნეტა რატო? ჰა? ნეტა რატო აცივდა? პეტო, აცივდებოდა, რა იქნებოდა? 9 თვეში ზამთარი მოდის. რა, კარგ ხასიათზე. გაჩერდი ერთ შენ ჭირიმე რა, კარგ ხასიათზე არა ის. ეხლა ვიხალისებ თავს ძალით ვიცინი თორე ჭკუაზე არა ვარ. არ ვიცი მეგობრებო. მე ასე დიდხანს ვეღარ გავქაჩავ რა. დავიღალე რაღაცა თუ არ შეიცვალა და რაღაცა აღარ შემიძლია რა, აი. რა ხდება ირაკლი, რატო? კაცო. ერთი კარგი, სიმპათიური ლამაზი გოგო მინდა. ოიცა. ირაკლი მომისმინე ირაკლი, მე ხლა აქ არა მაქვს ნომრები, მაგრამ თუ გინდა გაგიგებ, რა ვიცი, ნომრებს გავიგებ. მე რა ხარ, შენ რა ნომრებს გამიგებ, კაცო, სულ გაგიჟებულყარ. რა ნომრებს რა ყველაფერი უკუღმა გესმით, ნუ გამაგიჟეთ, კაცო, ერთი ლამაზი სიმპათიური გოგო მინდა რომ გავაცნო დათოს. ვიქნებ, ამოისუნთქეთ, მე რა ხარ. რა ვიცი. გავაცნო, შეხვდება ეგრე მოეწონოს იმ გოგოს, მოეწონოს დათოსაც, მე ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს, მეორეჯერ შეხვდებიან, შეიძლება ცოლად მოიყვანოს და ის და ისვენებს და მე ხო დავისვენებ და დავისვენებ, კაცო. რა ვიცი რა. მე კიდე რამე სხვაგან წავედი ირაკლი. ირა, ვერა ხარ. აი, გაგაგიჟებ შენ დათოზე ფიქრი, გაგაგიჟებს. ო, მართალი ხარ. გამაგიჟებს. ფულს კიდე აძლევ ხოლმე დილაობით, ჰა? შენ წარმოიდგინე ამ გადმოსვლაზე ჯერ არ მიმიცია. ეხლა გადმოსვლა რატო ვახსენე? ხო, გადმოდის, გადადის, მიდის. ბუმერანგის პრინციპი. ბუმერანგის პრინციპი. ხო და.
ამ განმოსვლაზე არ მიმეცია, მაგრამ ზოგადად რა, რაც დათო ჩემთან ცხოვრობს, ხო, ეს ისტორიას რო გადავხედოთ, ჩემი და დათოს ურთიერთობის, იმდენჯერ მაქვს ფული მიცემული და იმდენი მაქვს მიცემული, რომ ეს რო WikiLeaks-მა გაიგოს. ჩემზე რაღაც მასალებს გამოაქვეყნებს და მომხსნი. აჰა, WikiLeaks-ი, ისა რა ქვია, ცნობილ ადამიანებზე რო აქვეყნებენ მასალებს, WikiLeaks-ი. WikiLeaks-ი, ხო, ჩაწერე ესე, WikiLeaks, ჩაწერე, ცნობილი შენ რო გახდები, შენზეც გამოაქვეყნებენ. ჩაწერე. და ისა, ლუდი მოგვიტანე, ორი ლუდი. მე დავახუშტა, სხვა დალევ ლუდს. ლუდს დალევ. ეს დალევ ლუდს, მეც დალევ ლუდს, ესე იგი ორი ლუდი. ორი ლუდი. მიდი, შენ კიდე არ გწვენი რაღაც. რატო რა გინდა რა? არ გწვენი, ამ ხელა დირექტორი კაცი ხარ. არ გწვენია მითხარი. რაცმა რო კითხოს, ჩემი ძმაკაცი ხარ და ჩემი მეგობარი ხარ და ასე გაჭირვებაში გვერდში არ მიდგები, კაცო. დავიჯერო ეხა იმ ხელა კლინიკაში ერთი ლამაზი სიმპათიური გოგო არ არის, რომ გავაცნო ამ დათოს და დავისვენო მე პირველ რიგში და მე იმანას დაისვენოს, ჰა? რა ვიცი ირაკლი რა, ვეღარავის ვეღარ უყურებ უკვე მეშინია თამანმა კიდევ ვინმეზე არის ეჭვიანოს, თავდახრილი დავდივარ სულ. ოჩახ, არა, სწორად იქცევი. მე კი არ გეუნები რომ არ იქცევი სწორად. მომისმინე. მაშინ ვიზე ეჭვიანა თამარმა? და ახალი თანამშრომელი ავიყვანეთ ნანიკო. ნანიკო ახალი თანამშრომელი. ირა. ნანიკო გავაცნოთ დათოს. კარგი გოგოა? კი. გავაცნოთ, მაგრამ ახლა მეორე პრობლემა. რა? წამოიჩიტა მეორე პრობლემა. გავაცნო, როგორ გავაცნო, უნდა შევახვედრო, ხო? ესე იგი როგორ ხარ თქვენთან ვერ უნდა მიხვდეს, რომ მე ვაცნობ, შემთხვევით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი და შემთხვევით უნდა მოვიყვანო შენთან კლინიკაში და იქ კლინიკაში როგორ მოვიყვანო? დათო. რა მოვიგონო, რომ მოვიდეს იქ და მე რე კიდე რამის მოვახერხე, ხო? არა ეს კლინიკაში, ხო? რა? გეტყვი? მითხარი. დათოს უთხარი? ვითომ კბილი გტკივა. ვითომ? მოკიდე ხელი და წაიყვანე ლაშასთან კლინიკაში, ანუ ჩვენთან რა? ჩვენთან კლინიკაში. მე დაურეკავ ნანიკოს, რაღაც საქმეზე შემოვიყვან ლაშასთან კაბინეტში, შემოვაგზავნი. და იქ დათო და ნანიკო ნახავენ ერთმანეთს. მე რა ახლა იქ იქნები შენს და სიტუაციას შეხედავ შეაფასე რაღაც. ვიცი, დათოს ვითომ როგორ ტკივა კბილი? დათოს კი არა კაცო, შენ როგორ? მე მტკივა. შენ და დათოს მოკიდე ხელი წაიყვანე ლაშასთან. აი ახლა დაურეკავ შენ. ყოჩახ. აი ახლა მინდოდა მე თქვა, ნუ მიყურებ კოალასავით მეთქი, მაგრამ არ გეტყვი. ხო, არ გიყურებ. არ გეტყვი. იცი რატო არ გეტყვი? იმიტომ რომ მე მეგონე რომ ხარ უბრალო ბიზნესმენი და შენ ყოფილ ხარ გენიოსი. შენ გენაცვალე ჩემ მოვახუშტა. მომიყევი ერთი რა იცი იმ გოგოზე. მიდი. ესე იგი, ნუ ლამაზი არის. ხო, ნუ თავის თავად ეს პირველი ეფექტი მაინც გარეგნობა, ხო, მე. ერთი სახლი თბილისში, მეორე გუდაურში. მამა არის ბიზნესმენი. დედა კომპოზიტორი. კომპოზიტორი, მაგარი მომასმენინე, კაცო, რა მოგივიდა შენ კიდე რა? მიდი. ბაბუამის იყო ყოფილი მინისტრი. ბებია პროფესორი ქალია, მანქანა ყავს. რა ვიცი ხა ქმარი, მეგობარი ბიჭი არავინ ესეთი. მოკლედ დათოზე. ისა ბოდიში ირაკლი ვახო რა უნდა გითხრა. დათო ცოტა მაინც უსნაური კაცია და მე რომ მოვიდე კლინიკაში თქვენთან. ირაკლი კბილი მტკივა და მაგიტომ ვიძახი რომ კლინიკაში. შენ მიდი ახლა მიხედე ნოტებს და ვარსკვლავებს. მიდი სხვა კლინიკებიც არის სტომატოლოგიური. მე რა უყურე შენ ამას. დედაყოლე კომპოზიტორს გაჩველებ მე შენ წადი აქედან მიდი ეკეთ კაცო. აღეში ეს დვორჟაკი ვერ უყურებ შენ. წადი. კეთი დავაძინე მიშიკო, ვაიმე კეთო რა უნდა გითხრა, ესე იგი გიჟდება იუზას ჯარის ამბებს რომ უყურებ ესე მიხურებს რაღაც დედაც მიხურებს და რა ინაცვალე და დიდი მადლობა თამრი. კეთო და გიორგიმ დაიძინა? ვაიმე, არა, გიორგი ჯერ არ უნდა დავაძინო, თამრი როგორ მეხმარები, ძალიან დიდი მადლობა რა. უღმესი. კარგი, კეთო, არა გწხვენია, კეთო. მე მართალია დირექტორის ცოლი ვარ, მაგრამ პირველ რიგში შენი დავა. ვაიმე, თამრი, მე გენაცვალე, იცი გეფიცები, თამრი არ ვიცი რა ვქნა, აი ძალიან გადავიღარ. იცი როგორი გადაღლილი ვარ, თამრი, აი ესე მთელი დღეს დაალაგე, გარეცხე გაუთავი, აჭა. არ ვიცი, რაღაც უნდა მოვიფიქრო, ძიძა უნდა ავიყვანო, თამრი.
მამრე. უი, კეთი, ძალიან კარგ რამეს იზავ. კარგია გადასარევია, მოგვეხმარება ძიძა ბავშვებს, მოუვლის საჭმელს, გაუყეთებს ვახუნას ტანსაცმელს დაუყარებს. ვინ არის? ეხლა ნერვები. ვინ არის? გაიხედე ერთი ვინ არის? ვინ არის? ჩხეიძეების ო, ქალბატონი. მარიკა. ხო. მარიკა, როგორ გავიცი აბა. მარიკა, და ვიცი რომ ყავას არ დალევ. ხო, არა. იცი, თვითონ აი ესე გიждდებოდა ყავაზე. რატო აღარ უყვარს, რატო აღარ სვამს? ხო, გადაუყვარდა. როგორ ხარ აბა მარიკა, მოყევი რა შვები როგორ? აბა, ძალიან დავიღალე. ძნელი ყოფილა ორი ბავშვის მოვიდა. აი ზუსტად მაგაზე სანამ შენ შემოხვიდოდი ვეუბნებოდი ჩემდას ვამე მარიკა ძალიან ძნელია თან ესე ორი ბიჭია ესე ორი არ ვიცი ორი ბავშვის მოლა იცი როგორ დავიღალე ვერაფერს ვერ ვასწრებ მარიკა ესე იგი გუშინ ნათელა თალიკოს რაღაცას ეჭორავებოდა მე რა ესე დაიწყეს კვიჟინაძეების ძალზე რაღაცა ლაპარაკი ამ დროს მანდა მაინც ატირდა მიშიკო აყვაგიოგდა აი კეთან ვერაფერი ვერ გავიგე რა უთხრა იმან მე გავიგე და მე გეტყვი. როგორ მეხმარები შენ გინაცვალე დაო აბა როგორ მეხმარება ჩემი და რა თქმა უნდა. აბა ესე იგი მარიკა მე მოკლედ გადავწყვიტე ძიძა უნდა ავიყვანო მართლა ხო? ხოთა შორის მეც ვიფიქრე მაგაზე, იცი? და ვინმე კარგი გოგო იცით? როგორ არ ვიცი მარიკა, ესე იგი მაკა, ნინო, ნონა, ლალი, მაია, ნუნა, აი ეს ჯერ მარტო სამტრედიაში გოგებაშვილის კენტრიცხვებში ვინც ცხოვრობს და ისე რას ლაპარაკობ რა იმდენია. აჰა, ესე იგი თქვენ სამტრედიიდან მოყავთ ძიძა. არა მარიკა იცი რა თბილისელი მირჩევნია ხო მინდა რომ აი ჩემს შვილებს ყველაფერი ასწავლოს ხო აუცილებლად ესე იგი ქართული, ინგლისური, სიმღერა, მუსიკა, ყველაფერი მინდა რომ აჰა. ესე იგი ქეთი მელოა გინდათ ძიძა? იუმორი გვასწავლა მეუღლე. ესე იგი მარიკა მე ჩემი მოთხოვნები მექნება და მაქვს და ყოველთვის ამითი გავითვალისწინებ ამ ჩემ მოთხოვნებს ყველა ძიძასთან მინდა რომ ჩემ შვილებს ასწავლოს ყველაფერი ესე იგი მე ფულს კარგად გადავუხდი და რასაც მინდა და როგორც მინდა ისე მოვთხოვრო ასწავლოს და რა ვიცი მე აი ესეთი პირობები გვაქვს არაჩვეულებრივი პირობები გვაქვს მარიკა ესე იგი ისეთ წრეში იტრიალებს დირექტორის მეუღლე გამეა გასათვალისწინებელი. ესე იგი შეარჩიეთ უკვე, ხო? იცი რა, აი ახლა რა ხდება აქ? ვაპირებთ, აი დღეს ზუსტად ჩამოვწერე ჩემი პირობები, მინდა რომ ახლა დავრეკო სააგენტოში და გამოუშვებენ ესე იგი ვინმეს თანხას მნიშვნელობა არ აქვს, ხო კიდე ვიმეორებ, თანხას გადავიხდი, თავარია ჩემი მოთხოვნები დააკმაყოფილოთ. ესე იგი 9-ზე მოვიდეს და გამზადოს საუზმე, 9 საათსა და 30 წუთზე ბავშვებს აჭამოს, 10-ზე ბავშვები სარეცხი დარეცხოს, 11-ზე ბავშვები წაიყვანოს სასეიგნოდ, 12-ზე ბავშვებს აჭამოს და დააძინოს, პირველიდან 2-5 წუთამდე შესვენება. ქეთევანდა 5 წუთი შესვენება სასაცილოა. ხუთი დაჯდეს და იცინოს. ეხლა რა ხდება მარიკა ხოჭი ძიძას სხვანაირი შემოწმება უნდა სხვანაირი გადამოწმება ეხლა მაგაზე გამახსენდა ვაიმე ნაზიდეიდა მიცი რა გააკეთა როგორ გადაამოწმა ძიძა აი ძიძა რომ მოიყვანა სახლდა რომ გადიოდა ესე აიღო და ოქროს დიდი ბახჩა რო ქონდა გახსოვს ბრილიანტის აიღო და დადო მაგიდაზე დატოვა და არაიღო ძიძა არაიღო ყოჩახ მაგრამ მაინც გააგდო მხედველობა არ ვარგა ვაიმე კარგით გოგოებო გავალ მე თორე ბავშვები დაუტოვე დათოს და ცოდოა ხო აბა ხავას არ სვა მარიკა თორე ვიფიქრე დავლევდი ხო რა ვიცი მარიკა მომისმინე საღამოს მაინც შემოიარე თუ ჩვენ ძიძა არ მოგვეწონება რა ვიცი შენ დაელაპარაკე ძალიან კარგი კი შემოვივლი დროებით აბა დროებით მარიკა კარგად აბა კარგი ესე იგი ამ გოგო რძალი მოძებნოს თუ ძიძა ვერ გაიგო
რა მაგარია. მარიკა სად არის? ბავშვებს წაიყანა სასენი. ძალიან კარგი. არ მინდოდა თქმა ირაკლი შენ მაიძულე ზმუკი. მოიცა რა, ვერ ახარ შენ რა, ვერ ახარ. ცუდად ვარ რა, რა მოგივიდა კაცო რა. რა ხჭის? რა მჭირს და კბილი მტკივა. რა, არ აქვს ცხენია, უკტები კაცო, შიგ ტვინში მირტყავს. შიგ თალამუში. შიგ თალამუში მირტყავს რა, შენ კიდე რაღაცებს მაიმუნობ რა. თალამუში თუ გირტყავს კი, ძალიან გტკივა. აუ. დრომელი კბილი. უკანა. მაშინ რანაირად გაჩვენო კაცო, ვერ ვაგებ ამ პირში და როგორ გაჩვენო? კვილი რო გაჩვენო, პირი ხო უნდა გავაღო, ვერ ვაგებ. ვერ ვაგებ. ვეცე, თუ ვერ აგებ, აბა როგორ მილაპარაკები ხა? კარგი ხო? რა? აჰა. საგია ეს კბილი ირაკლი ჩხეიძე ეხლა ძალიან იცი შენ ახლა ეს კბილი ის არის რა ქვია საგია თუ მკვდარია გარედან შეიძლება საგი ჩანს და შიგნით არის ისა კარიესი არის ასეთი შემთხვევები კარიესოლოგიაში აზრი არ ახარ რა თალექტივა მოიცა მეგობარ ხო შენ იქით კბილი არ გტკიო და ჰა აქეთ დადოიდები ხახილს გადასცემს გენაცვალე გადასცემს აქ რომ მტკივა მოყვება ნერვს და აქეთაც მტკივა irradiacija ქვია ამას ამას ასწავლიან სამედიცინოზე სამხატვრო აკადემიაში ამას ვერ გასწავლიდან irradiacija დიახ ხო და თუ აცი აქ ექიმთან უნდა წახვიდე მაშინ ვიცი რომ ექიმთან უნდა წავიდე მომისმინე მე ბავშვობაში რა დავემართა მე ბავშვობაში რა დავემართა იცი ასე ვიყავი სახში უყურებდი მულტფილმს ხო და ამ კბილი წავედი ჩემით ექიმთან მარტო მივედი იმ ექიმთან იმ ექიმმა გადმოალაგო ეს ინსტრუმენტები დააწყო გამისკტაგული ისეთი ინსტრუმენტები იყო შემეშინდა მოვატყუე აღარ მტკივა მეთქი თალმე ბუნებრივად ვიტყუებოდი ყოველთვის ხო მოტყუდა ის ექიმიც გამომიშვა სახში მოვედი სახში დავწექი დავიძინე ამ კბილს და ღამე ესე კბილი გამირთულდა ეს კბილის ტკივილი და ისეთ იმამდე მივედი სიტუაციამდე კიდე ღამე ოპერაცია დამჭირდა ეხლა რომ მე მარტო წავიდე კიდე იქ მარტო რომ მივიდე მე დღეს იმ ექიმთან მარტო რომ მივიდე და ისევ რომ გადმოალაგოს იმან ის ინსტრუმენტები და ისევ რომ შემეშინდეს მე და ისევ ბუნებრივად რომ მოვიტყუო და ისევ რომ მოტყუდეს ეს და რომ გამომიშვას სახში და რომ მოვალ და რომ შევალო სახში დავიძინებ და ღამე ისევ ხო გამირთულდა ხო კარგი ხო დავიდეთ წამონყვები ხო წავიდეთ. ოღონდ ისა რა ქვია, დაღატუჩა. ადექი ლაშეკოსთან წავიდეთ, ჩვენ ლაშასთან. მაინც ახლობელია, მეგობარია ჩვენი და წყნარად ვიქნები, მშვიდად ვიქნები ლაშეკოსთან რო წავალთ, ჰა? ჰა? ლაშეკოსთან ხო? ირა.
ლაშქოსთან თუ უნდა წავიდეთ, აქ ცხოვრობს, მაინც აქ არის მოსასწრული და დავჭით აქ და მოვათით. არა? აზი არ ახარ რა. წესია ასეთი მომისმინე. ჯერ შენ უნდა მიხვიდე. მერე ის მოვა. მერე სადმე ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვდებით. მერე მოგეწონებათ სუფრას გავშლით და რა სუფრას გაში შენ ვერ ახლა არ მოდივარ მე. წავიდეთ რა. გადი გაწაწაბილა წაბი. მობძანდით დიახ. აი ხო. მაცაცო აბა, როგორ მოგეწონათ ჩვენი ბინა? კარგია. კარგია, ხო. ბავშვები ანგელოზები არიან. დედა უკეთესი, დეიდა კიდე უკეთესი. ხო. მაცაცო, აი ხლა დაბძანდით და ჩვენს პირობებზე დავილაპარაკოთ, მოვილაპარაკოთ, შევთანხმდეთ დეტალებზეც ყველაფერზე და ყავას ხომ მიირთმევთ? არა, არ სვამ ყავას. არ სვამთ შენ გენაცვალე, უკვე მომწონხარ. უკვე კარგი ბებია. მაცაცო, ხო რა. ნეკიტინა, მარიკა. ხო, კარგად მოკალა. მარიკა, მოდი. რაც მარიკა გაიცანი, იმედია ჩვენი მომავალი ძიძა მაცაცო. მაცაცო ჩვენი მეზობელი მარიკა, აი არ ვიცი, უსაყვარლესი მეზობელი ჩვენი. გამარჯობა. სხვათა შორის მეც ძიძას ვეძებ. ხო? ხო, ჩვენ უკვე აი თითქმის შევთანხმდით, აბა მაცაცო ხომ გახსოვთ რა გევალებათ თქვენ? დიახ, ბავშვების კვება, სარეცხი, სეირნობა და თქვენ დახმარება საოჯახო საქმეში. ოქროს გოგოა, ოქროს. ხო, ესე იგი შევთანხმდით. იცით, ორი ბიჭის მოვლა ცოტა რთულია. მართალი ხარ მაცაცო, ორი ბიჭის მოვლა არის ძალიან ძნელი. აი სამაგიეროდ ორი გოგოს მოვლა ძალიან ადვილი. თან ესე იგი ტყუპები მყავს, ისე გვანან ერთმანეთს რომ ვერც კი მიხვდები რომ ორსული. მარიკა რა ხდება? შეგვიტანხმდა უკვე თითქმის ადამიანი. არა, რა ვიცი, მოვიფიქრებო და იქნებ ეს ვარიანტი უფრო აწყობს. მარიკა, სულ დამავიწყდა მეკითხა. შენი უსაქმური ბიძაშვილი ისევ შენთან ცხოვრობს, ისევ ლოთობს და ვინ შემოდის ყველას ფულს, ხო? არა. უკვე გამოსწორდა ჩემი ბიძაშვილი და თქვენ რა ქენით? მოსპეთ თაგვები? სულელია თაგვი ცხოვრებაში არ მყოლია მაცაცო თავისი ამბავი გაახსენდა. ერთხელ სახლში ჭყიძებმა დაიჭირეს თაგვი და წრუწუნა თაგვი ამათ ეგონათ ხო და ესე წრუწუნა რომ დაიჭირეს იმის მერე გონიათ რომ თელ სადარბაზოს რატომღაც თაგვი უნდა ყავდეს სახლში. რა სისულელია ჩემს სახლში გაწკრიალებულია ყველაფერი ჩემო მაცაცო. ჯერ მარტო როგორი ხედია. შვენიერი, ხედი მართლაც კარგია, მაგრამ აი ჩვენ ხედს ნამდვილად არ ჯობია. რას ლაპარაკობ, მარიკა, ჩვენი სარკმლიდან ჩანს კვიჟინაძე ლადოს სახლი და ნასვამი რომ მოდის სახლში, ისეთი სასაცილოა. აი გადაირევი რა, ისე გაერთობი რომ და მე რა ვიცი 4 ჯერად ტყვებას ვაპირებდი. მე ვაპირებ 8 ჯერაც. 8 როგორ? 8 როგორ? მაცაცო და ესე იგი მომისმინე. აქ ხომ შეჭამ 4 ჯერ. მერე შეგვიძლია და ესე გავიდეთ და მარიკასთან შევჭამოთ 4 ჯერ. 4 ჯერ. ხო. თან არ დაგავიწყდეს ჩემი მეუღლე დირექტორია. დირექტორია, ჩემი მეუღლე, მინისტრის მოადგილე. მარიკა, არა მარიკა გერაფსა. მაცაცო მომისმინე ხლა მაცაცო. აი, ეხლა შენ, აი არც მიკითხავს, მაგრამ აი გძნობ და გაყოფ რომ
რომ თბილისელი გამოსული ესეთი ქალაქელი გოგო ხარ და ადამიანი. აი წარმოიდგინე ეხლა შენ მაცაცო ერთი წუთით. აი ესე შენი რომელიმე მეგობარი გეკითხება. მაცაცო როგორ ხარ? სად მუშაობ? და შენ ეხლა რო პასუხობ. წარმოიდგინე სად მუშაობ და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის შვილებს ვუვლი. უხერხულია. თანხაზე შეთანხმდით უკვე? საერთოდ 400 ლარი ღირს. ხო, 350. აი მე 400 გადავეხდი. ვაჭრობთ. მოგეკადრებათ. 401. 450 იყოს. ხო, მედი. 475. აბა რა სიტყვი თანახმა ხარ ხო მაცაც? რა ვიცი, მოვიფიქრებ. აჰა, უნდა მოიფიქრო, მაცაცო არ უნდა იჩქარო. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ და მოიფიქრებ, აბა ეხლა ავდგეთ, მიშიკოს სადილი გავუმზადოთ, სარეცხის მანქანა ჩავთოთ, გავშინაურდეთ, გავიაროთ, გამოვიაროთ, ვიაროთ. აბა მიდი. რა, მარიკა, აი, გინდა თუ არა თქვენთან მინდა რომ ვიყო. მიდი და მოდი. მოგარი, ცოტაც მოიწვიდე, ცოტაც მოიწვიდე, მოვალ და ყველაფერი კარგად იქნება. აი, მეც მაგის იმედი მაქვს ჩემო დათუჩა. იმიტომ მოვედი აქ მე შენთან ერთად დღეს, რომ ჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ნუ კარგი ხო დაწნარდი რა, აი, კაცერა ხარ, კაჩერი ცოტა ხარ. ეს ლაშას სად არის ამდე? ჩაო ნახავი ხო. სად არის მოვალი ხო? ვაღო. მოვედი, მოვიყვანე დათო აქ ვართ უკვე ლაშას კაბინეტში ვართ, კაცო. სად ხარ? სად? როგორ გავაცდო ხა ის გოგო დროზე? რა? სახში რა გინდა, კაცო? სახში რა გინდა? აქ არ უნდა ყოფილიყავი შენ ასე, არ მოვილაპარაკეთ რა. მითხარი ახლა მე როგორ შევახვედრო? არ ვიცი, არ მაინტერესებს. როგორც გინდა დარეკე ახლა. დარეკე დაავალე რამე შემოვიდეს აქ, რამე გააკეთოს, აქ იყოს, ოღონდ ციტიამს დაინახოს ამან და მოეწონო და გაიგე შენ. ნუ გამაგიჟე დროზე დაურეკე. გამიგე. დროზე დარეკე და მოვიდეს. კარგი, აქავარ ველოდები მე აქავარ ყილი მტკივა, კაცო, აღარ შემიძლია მუს ძახილი გავგიჟდი, კაცო. დროზე მოდი ხო. ირა. ნახე ლაშა პაციენტს აცლებს და მოვა, მაგრამ ნუ გიშნე მე შენთან. აუ, გენაცვალე შენ, დავждები ცოტა ხანი. მიდი. გამარჯობათ. უკაცრავად საათს გავასწორებ. დათო. მოგესალმა, გოგო, გამარჯობაო. გამარჯობათ. მაშინ გინაცვალე ვახო კვარაცხელი. რასკია, ჩემი ვახუშტა, როგორი კლინიკა გააკეთა, ნახე, როგორი რემონტი, როგორი ინვენტარი აქვს, სისუფთავე, ყველაფერი, თქვენი სახელი გენცვლი? ნანიკო. ხო, ნანიკო, სასიამოვნოა, ეს დათოა. გამარჯობათ. თქვენ გტკივათ კბილი? არა, ამას. კბილი მტკივა მე. ეს მხატვარია. დიახ, ნიჭიერესი. რა თქმა რა ვქნა კაცო ეს ლაპარაკი ცოტა მიკლავს ტკივილს შოკური თერაპიაა ერთგვარი და რო ლაპარაკობ ტკივილი გამდის კაცო რა მოგივიდა აჰა ირაკლი ბოდიშია გალოდინე მეც მოვედი ლაშა კიკი ახლა მოგხედავ ლაშა მიდი ნანიკო გაჩერდა საათი არა ბატონმა ვახტანგმა მითხრა ლაშას კაბინეტში შედი და საათი ჩემ საათზე დააყენეო რატო სამსახურში ყველა საათი ერთ დროს უნდა აჩვენებდესო გაგიჟდა? არ ვიცი, მე რაც მითხეს ის შევასრულე. კარგი. კარგი, ხელს აღარ შეგიშლით. ლაშა, ერთუთი რა. გავიგე კაცო, გავიგე რო ტკივა ფელი დაჯექი ახლა. მოგხედავ ახლა, მიდი, ნერვიული. ხო. აბა, ნახე. ნახე რომ მერიკვილი. ეს გასწორდი რა. ლაშა. გააგები მანახე. გააგები მანახე კაცო. უკანა კბილია, ლაშა მარჯვენა ქვედა. ხო ძალიან ტკივა ისე ტკივა რომ ვერ შეგდება ერთ ადგილას ირაკლი საღია ეს აქ არაფერი არ ჩანს ისე
გარედან არის ცალი თუ შიგნიდან არის გაფუჭებული. მართლა? ასეთი შემთხვევა მე პრაქტიკაში არ მქონია. მაგრამ წამიკითხავს, ნუ გეშლია, ხედავ ახლავე. ყველაფერს გავაკეთებთ. უკაცრავად, ლაშა, ისევ მე გაწუხებთ. ხო. ბატონმა ვახტანგმა მითხრა, შედიოდ. რაღაც ახალი ინიციატივაა სამინისტროში. რა ინიციატივა? ჩვენ თანამშრომლებმა პაციენტებს უნდა მოუყვეთ ჩვენ შესახებ. რატო არ უქვამს? რატო უნდა ნდობის ფაქტორი რომ ამაღლდესო. ნდობის ფაქტორი რომ ამაღლდეს. დიახ, ასე მითხრა ბატონმა ვახტანგმა. რებს მოიგონებს ხოლმე. რატო? ასე დღეში ვარ. ძალიან კარგია გენაცვალე. შენიცი და იქ არიციან ხელმძღვანელობაში, ხო? მიდი გენაცვალე დაიწყენა ნიკო. ცით. დავამთავრე მესამე ქართული გიმნაზია. შემდეგ ჩავაბარე სამედიცინო. ნიკო, გენაცვალე, მე ხა ეს ისე მткиვა ეს კბილი, ჩათრეული აქ მთელი ეს მხარე ყურის ყველაფერი გაგუჟებული მაგ არ მესმის. მიდი დათოს მოუყევი. მე დათო სახში მომიყვება და ჩემი ნდობის ფაქტორიც ამაღლდება. მიდი. დავამთავრე მესამე ქართული გიმნაზია. შემდეგ ჩავაბარე სამედიცინო. ნანიკო. მოდი რა ვქნათ, იცი? სხვა პაციენტებიდან დავიწყოთ ეს ნდობის ამაღლება, ასე ვთქვათ. ან გადიყელ ყურცხვირთან და იქიდან დაიწყე. მე და ირაკლი და დათო ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, ეს ნდობის ამბავი გვაქვს. მე არა ბატონმა ვახტანგმა თორე არ შეგაწუხებდით. კი, მადლობა. კარგად. ლაშა. ხო? ლაშა. კი. ლაშა. იცი, ირაკლი, გავიგე რომ გტივა, მაგრამ დამაცადე ცოტა ხანზე მოგხედავ, მეტი რა გავაკეთვა? დადე თავი. მაჩვენე წესიერა. არ მткиვა. მაიცადე, დამაცადე. არ მткиვა. მოგატყუეთ. არ მткиვა, არ მткиო და წავალ რამის სახში რა. აჭი. დადე ქიმათ შენ. დღეს მომიყვა ბავშვობაში პატარა როცა იყო. მაშინ ატყუდა კბილი. და ეს მოუტყუებია. მე გაურთო და ის გადაარჩინეს, გაიგე? და არენდო მაგას არ დაუჯერო. მიდი მიხედე შესაქმეს. ნუ გეშინია დათო, ნუ გეშინია შენ. მე სანა ბოლომდე არ უმკურნალებ, ამას აქედან არ გაუშვებ. ვაი მე როგორ მერიდება? კაცრავად რო გაწუხებთ მაგრამ. ხო, დაგირეკა შედიო, ხო? კი. აბა, რაო? სასწრაფოდ ნაბიჯებით გადაზომე ლაშას კაბინეტი და მითხარი რამდენი გამოვა. ობძანით. კი ბატონო. ლაშა. ნანიკო, იცი რა, რო გახვალ აქედან. იქნებ თვალის ექიმთან მიხვიდე და ნახო წასული ხوار. ირაკლი მყავს მისაყვანი იმასთან. რაღაცა არ მომწონს მე ამის თვალები რაღაცა. კარგი რა. ვერ ახარ შენ, რა თვალი. ესეც არის ლაშა. ესეც არის. ამას ხო ეხა ტკივა კბილი. ხო და გადასცემს თვალში ირადიაციის ბრალია ეგ. ესეც რა უნდა გასწავლო. ეგრე არ არის რა. ადეგი შენ ასე უყური ამას. არაფერი თვალი ირაკლის თვალზე მერე წავალთ. რა არის? ახლა კი ჯერ მომკურნალებთ, ასე ვთქვათ, კბილს. მე გაგიკეთებ. არ მткиვა, ხალხო. არ მткиვა, მოგატყუეთ, რა მოგივიდა? მე მიკეთებ ამას, კაცო. შენ გიკეთებ, აბა ვის უკეთებ, კაცო, შენ გიკეთებ. ვაიმე. ნუ გეშინია? ლაშა არაჩვეულებრივი ექიმია. არ გეტკინებათ. არ მეტკინება? არა, არ გეტკინებათ, არა, დაწმარდით არ გეტკინებათ. დაწუჩა, მოდი ჩემთან ხოთქვის შეგვერდში ვიქნებიო, კაცო. არ გეტკინება, მოდი ჩემთან დათო მიშველე, ძალიან მეშინია. რამში შარა ყოფილა? ვაიმე. დაწმარდით, ნუ გეშინია. ვაიმე, ხალხო. გამაგდით. ვაიმე. ვაიმე ხალხო. ეხლა თუ გინდა მომკალით.
როგორ ახარი და? არა ვშევს. არა ვშევს. შენ მე გენახა რო არა მოგიღო ეკბილი რა დღეს ჩავარდებოდი. კიდე კაი რო ამოვიხეთ. კაი რა ხო რისი მადლობა ეხლა რისი მადლობა. რა მე რო ამტკიებოდა არ გამყვებოდი? ვიცი რომ გამყვებოდი მადლობა პირიქით მე. არაფერი. ირა. რა ვიფიქრე იცი? იქ რო გოგო იყო. რა ერქვა? ო ძალიან მომეწონა სხვათა შორის. ძალიან კარგი გოგოა. საქმიანი. ლამაზი. რა ვიცი, ძალიან მომეწონა. დავიფიქრე იცი? ბიჭო. ჯიბოს ხარ გაუდი.